მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ. მედიაკავშირ ობიექტივის სტუდიიდან ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება. ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია 2-388-105, 2-388-105. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში, დაგვისვათ შეკითხვა, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრება. შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ Skype-ით, ლათინური ასოებით ობიექტივი. მე დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე მექნება გადაცემა. და ეს თემა არის ოქროს უძველესი საბადო საქართველოში. ოქრო ყვითელი ფერის ძვირფასი ლითონია, რომელიც უხსოვარი დროიდან ღირებულების საზომად გამოიყენებოდა კაცობრიობის ცხოვრებაში. მაგრამ კაცობრიობის ცხოვრებაში ოქრო არა მარტო ღირებულების საზომი იყო, არამედ ბრძოლის, დაპყრობის და ასე შემდეგ რევოლუციების მიზანიც. ოქროს მოპოვების მთელი ტალღა პერიოდულად უვლიდა კაცობრიობას. დღევანდელი ჩემი გადაცემა და ჩემი გადაცემის სტუმარი არის ფრიად საპატივსაცემო ქალბატონი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი, პროფესორი ქალბატონი ირინა ღამბაშიძე. ქალბატონი ირინა ღამბაშიძე ალბათ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერთაგანია, რომელიც აი ამ დარგში, ოქროს კვლევის დარგში მუშაობს. იგი დაიბადა საქართველოში, თბილისში 1959 წელს. დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. და მისი მოღვაწეობის არეალი არის ფრიად ვრცელი და დიდი და მე ჩამოვთვლი და რატოც ვაკეთებ ჩამოთვლას, ამას ბოლოს გეტყვით. სპეციალობით იგი არის ისტორიის ფაკულტეტის სპეციალობა არქეოლოგია. მისი საკანდიდატო დისერტაცია იყო თემაზე სამცხე ჯავახეთი ძველი წელთაღრიცხვის მეორე 1000 წლეულის შუახანებში. პროფესიული სამუშაო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ლაბორანტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, შემდგომ ექსპედიციის ხელმძღვანელი სამცხე ჯავახეთში არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, შემდეგ გერმანიაში ქალაქ ბოხუმისა და ვისბადენში ჩატარებული გამოფენის საქართველოს განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან ორგანიზატორი და კოორდინატორი. ეს 2000-2002 წლებია. 2002 წლიდან ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენზე ბორჯომის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. 2004 წელი სასწავლო სამეცნიერო სამუშაოების ორგანიზატორი არქეოლოგიური კვლევის ცენტრსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თემაზე სამთო არქეოლოგია და არქეომეტალურგია საქართველოში. 2003-2006 წლები Volkswagen-ის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის არქეომეტალურგიის ახალი მეთოდების დანერგვა და სამთო არქეოლოგიის გააქტიურება, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. იგი კითხულობს ლექციებს რურის გერმანიის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორის ეგიდით ლექციებს თემაზე საქართველოს არქეოლოგია, საქართველოს ადრეული ლითონების ეპოქაში, საქართველოს ადრეული ლითონების ეპოქაში. და ყველაზე მთავარი 2004 წლიდან 2007 წლამდე იწყებს უკვე საყდრისის, ეს არის ბოლნისის რაიონი, თბილისთან დაახლოებით 80 კილომეტრზე არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელობას უდგება სათავეში. ამავე დროს არის გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი. არის უძველესი ოქროს საქართველოში Volkswagen-ის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელმძღვანელი. არის ასევე
ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის უძველესი მეტალურგია და სოციალური პროცესები ძველი წელთაღრიცხვის მე-3 ათასწლეულში სამხრეთ კავკასიაში ხელმძღვანელი. 2007-2012 წელი Volkswagen-ის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის საყდრისის და ძეძვების ხელმძღვანელი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი 2010 წლიდან. იგი ეწევა ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას, კითხულობს ლექციებს არქეოლოგიაში, საქართველოს არქეოლოგიაში, საქართველოს ადრეული ლითონების ეპოქაში, საქართველოს თბილისის უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში. მისი სამეცნიერო მივლინებები ევროპის ყველა დიდ ქვეყანას მოიცავს, მათ შორის კიდევ ვიძახი გერმანიას, უმნიშვნელოვანესი კავშირები საფრანგეთს, ბელგიას, თურქეთს. იგი მონაწილეობს მრავალ არქეოლოგიურ ექსპედიციაში და საერთაშორისო სიმპოზიუმებში, როგორც გერმანიაში, ბელგიაში, ასევე სხვა ქვეყნებში. და 1995 წლიდან ყოველწლიურად მონაწილეობს საქართველოში ჩატარებულ არქეოლოგთა სამეცნიერო ინტერნაციონალურ საანგარიშო სესიებში. ეს რეგალიები ქალბატონი ირინა ღამბაშის იმიტომ წავიკითხე, რომ ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის გასაგები გახდეს ის ფრიად საპატივსაცემო პიროვნება და მისი ღვაწლი და წონა ამ დარგში, მეცნიერების ამ დარგში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მას იცნობენ როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, ბელგიაში, თურქეთში, საფრანგეთში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იგი ამ დარგის ერთ-ერთი აღიარებული სპეციალისტი და ექსპერტია. კიდევ ვიმეორებ, ბოლოს ვიტყვი, რატომ ჭირდება ამ რეგალიების წარმოდგენა, რადგანაც უბრალოდ დავაანონსებ, რადგანაც სწორედ ასეთ პიროვნების დასკვნებში, მის მოღვაწეობაში ვიღაცეებს, მამას და მამას შეაქვს ეჭვები. ყველაზე მთავარი ჩვენ ბრძანეთ, რომ ქალბატონი ირინა ღამბაშიძე 2004 წლიდან არის საყდრისის ოქროს მაღაროების კვლევის ხელმძღვანელი. მოგესალმებით ქალბატონი ირინა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მედია კავშირ ობიექტივის სტუდიაში და პირველი კითხვა რომელსაც დავსვავთ. ჩვენ მე წავიკითხე თქვენი ინტერვიუ, თქვენ შესახებ ბევრი პუბლიკაცია, ინტერვიუ გაზეთ ალიაში, სხვადასხვა გაზეთებში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება და მე მინდა დავსვა პირველი ასეთი კითხვა. საყდრისი მდებარეობს ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის გასაგები რომ გახდეს, ეს არის ბოლნისში ჩვენი კაზრეთის მადნეულის ოქროს საბადოების მიმდებარე ტერიტორია. რა ხდება საყდრისში? აი ესეთი კითხვით გადმოვდივარ თქვენთან სიტყვის ალავერც და ამის შემდეგ მე თქვენ გისმენთ. პერიოდულად მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და თითქოს დღეს ძალიან ესეთი ვრცელი მოვისმინე ჩემი ცხოვრების შესახებ და ამიტომ რაღაცა ყოველთვის ასევე მზადებით ჩემს მეტად თქვენნაირი საპატივსაცემო ქალბატონი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ნეტით არქეოლოგიასთან ჩემი ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო, იმიტომ რომ მამა არქეოლოგი მყავდა და ამდენად მე ექსპედიციის გარდა ზაფხულში სხვა არაფერი მინახავს. ანუ შემთხვევით არ ხართ ამ დარგში? არა, შემთხვევით ნამდვილად არა ვარ, იმიტომ რომ ხო, არქეოლოგია იყო ჩემი ცხოვრების წესი და რაღაცნაირად არჩევანზე რომ მიდგა საქმე, მართალია მამა წინააღმდეგი იყო, მაგრამ მამა ახსენა ერთი წამით შეგაწყვეტინებთ ჩვენი ცნობილი და ღვაწლმოსილი მეცნიერის ბატონ ოთარ ღამბაშიძის ქალიშვილი ბრძანდება ქალბატონი ირინა. მეც აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ის ცალკე თემა მამა თქვენზე სასაუბროთ ერთი გადაცემა არ ეთქვა იმას. ხო, მეთით სამწუხაროდ ახლა საქართველოში ერთით ესეთი რუბრიკები ძალიან ცოტაა, რომელიც დღევანდელი მეცნიერების მიღწევების შესახებ რაიმე თუ გაიელვებს ხოლმე რაღაცა მაშინ საინფორმაციოში რაღაცა 6 საათიანზე, 9 საათიანზე, 8 საათიანზე ხო, ამით შემოიფარგლება. ისეთ ძალიან ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები მიმდინარეობს დღეს საქართველოში, კერძოდ ეროვნულ მუზეუმში.
ეროვნული მუზეუმი დღეს არის ერთ-ერთი ესეთი ძალიან მძლავრი ინსტიტუცია, სადაც ეს ყველაფერი არის თავმოყრილი, ამ ყველაფრის ცენტრი. ესეთი არქეოლოგიას დღეს ხა ძალიან უჭირს იმის გამო, რომ თვითონ ხა სახელმწიფოდან არქეოლოგიური ექსპედიციები, გეგმიური ექსპედიციები, რა თქმა უნდა, არ ფინანსდება. ამიტომ არის ახალმშენებლობები. ძირითადად არის ეს ახალმშენებლობებთან დაკავშირებული პრობლემები, დგას ძალიან დიდი კანონმდებლობაში არის რაღაცა ისეთი შეუსაბამობები, რომელიც აი ამას ყველაფერს ძალიან დიდი პრობლემების წინაშე ვდგევართ. ეხლა რაც შეეხება მეცნიერებას, იცით, მეცნიერება ვინაიდან ჩვენ ესეთი საბჭოთა კავშირის დაშლისა და შემდგომ უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდგომ მინდა გითხრათ, რომ ის კვლევები, რაც ადრე ტარდებოდა, ეს ახლა დღეს პრაქტიკულად საქართველოში აღარ არსებობს. ამიტომ თავიდან არის ასაშენებელი ის თანამედროვე, ულტრათანამედროვე კვლევითი ცენტრი, რომელიც საშუალებას მოგცემს ჩვენ სწორედ აი ამ თანამედროვე მეთოდებით სწორედ აი ესეთი კვლევები ჩავატაროთ. სოფლიო სტანდარტებზე ლაპარაკი, დიახ, იმიტომ რომ ახლა ეროვნულ მუზეუმს დღესდღეობით გააჩნია ის რესურსი, მეცნიერები არიან ეს თვითონ თანამშრომლები, რომლებიც იგივე საგამოფენო სივრცეს მოწყობა, უამრავი მიმართულებები და ის აქვს, აი ამ სფეროს. ეხლა რაც შეეხება არქეოლოგიაში და რაც შეეხება საყდრს. 2004 წელს, როდესაც უბრალოდ მე დიდი ხანია თანამშრომლობ ბოხუმის სამთო მუზეუმთან. ეხლა გერმანიაში დიდი ხანია 1996 წლიდან თანამშრომლობ და ჩემი პირველი ვიზიტი დაკავშირებული იყო, მაშინ დეადა სტიპენდიანტი ვიყავი, დაკავშირებული იყო თუ საიდან მოდის მესხეთში ესეთი მნიშვნელოვანი, ესე იგი, ლითონები და ამის მათი წარმომავლობა. ამას მოყვა ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი, ეს იყო გამოფენა საქართველოს განძეულობა ოქროს აწმისის ქვეყნიდან, რომელიც ძალიან წარმატებული იყო 2001 3 წლებში და ამდენად ჩვენ მაშინ ძალიან ბევრი ნივთი გადავარჩინეთ, რესტავრაცია გავუკეთეთ და საქართველოში მაშინ არ კეთდებოდა. ეხლა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ადგილობრივ უკვე შეიქმნა, ჩვენ ბაზაზე კეთდება, კადრი გაიზარდა და რაღაცნაირად ისეთი ამაყივა, რომ ძალიან ბევრი რაღაც იმით როგორ არის ახლა არქეოლოგი ისეთი პროფესია, როდესაც ისტორია იწყება ჩვენგან. ჩვენ ვიწყებთ ისტორიას, იმიტომ რომ ჩვენ ვეხებით პირველი უძველეს, რა თქმა უნდა, იმ პირველს და მე უკვე იწყება ამ ნივთის შველა, კურნალობა და ექსპოზიციაში რომ მოხდეს ეს ნივთი ძალიან დიდ და ძალიან ბევრ და ისეთი მძიმე პროცედურებს გადის. ეხლა 2004 წელს დაიწყო ჩვენი ერთობლივი კიდევ ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც იყო ბოხუმის სამთო მუზეუმთან ერთად საქართველოში ინტერდისციპლინარული კვლევების გააქტიურება და არქეომეტალურგიის პრობლემებს ეხებოდა. ეს არის ანუ ლითონების წარმომავლობა, იმიტომ რომ კავკასია ხა ესეთ როგორ არის მთელი კავკასიური, ესე იგი კავკასიის მთელი აღმოსავლეთი, მახლობელი აღმოსავლეთი კავკასიის გარეშე არის შესწავლილი იმის გამო, რომ აი ეს პერიოდი, როდესაც საბჭოთა პერიოდი საქართველოსთვის იყო, რომ ისეთი ის იყო კედელი იყო, ხო, იცით როგორ იყო, მე მაგალითად მახსოვს რომ 1994-ში ვიყავი პირველად საერთაშორისო სიმპოზიუმზე გერმანიაში, სადაც იყო ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგებისა და ესე იგი არქეოლოგების სიმპოზიუმი იყო, სადაც იცით რა, ყველაფერი იყო თურქეთის და თურქეთის ჩრდილოეთით იყო ყოველთვის თეთრი ლაქა. იქ არავინ არ იცოდა რა ხდებოდა. იცოდნენ მხოლოდ ძალიან მწირი ინფორმაციებით, თუ რაღაცნაირად, ეხლა ძალიან რთული იყო მაშინ, ახლა მოხდა რა თქვენ გახსოვთ ალბათ უკვე ეს ყველაფერი როგორ იყო. ამის გამო, იცით როგორ იყო, რომ მე მქონდა თავიდანვე, რომ მოდი რა გავაგებიოთ ქვეყანას, რა ვინა ვართ და რას წარმოვადგენ და რა გვაქვს. ამიტომ დავდოთ მაგიდაზე, ვინ რა გავაკეთეთ და მოდი და შევქმნათ ისეთი პროდუქტი, პუბლიკაციები, რომელიც ჩვენი სამეცნიერო იმიჯით, რა თქმა უნდა დადგეს აი ამ საზოგადოების გვერდით, რომ ეს ხალხი არ იყოს იქ თურქეთი და იმის იქით არაფერი აღარ ხდებოდა, იმიტომ რომ მე მახსოვს პირველად რომ ჩავედი, ჩემი გვარი გაიგეს, იწყებოდა თქვენ შევარდნაძე და ესა და სამკართელს ვიცნობთო, რაღაცა ისეთი იყო და აღმოჩნდა რომ კულტურულად მაშინ იყო საბჭოთა სფეროში ერთი ვარდისფერი ლაქა იყო რუკაზე, რომელსაც ეხლა ამას აღარ გავაგზავნებ.
საქმე იმაში არის, რომ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ დავიწყეთ აი ამ ახალი დარგის არქეოლოგიაში, ეს იყო სამთო ახალი კი არა, უბრალოდ გააქტიურება, იმიტომ რომ ეს იყო, იცით 60-იან წლებში იყო, ეს 50-იან 60-იან წლებში რაჭასა და სვანეთში ეს მიმდინარეობდა, ეს სამთო სამუშაოები, ბატონი თემურაზ მუჯირი იყო, არაჩვეულებრივი სამთო გეოლოგი, რომელიც აწარმოებდა იმ უძველესი სამთო წარმოების ძეგლებს სწავლობდა. და შემდგომ უკვე იყო ბატონი გერმანე გობეჯიშვილი, მამა ჩემიც იყო, რომლებიც რაჭაში მუშაობდნენ და ბრილში და მთელი ეს რაჭაში, ზოფხითოში, ხირხში და რა ვიცი ხა ადგილებია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის პრეისტორიული სამთო წარმოებისთვის, ხო. მაგრამ ჩვენი ეს პროექტი, რომელიც 2004 წელს დაიწყო, იცით, შეეხო მცირე კავკასიონს. მცირე კავკასიონი ამ მხრივ სრულიად შეუსწავლელი იყო. სრულიად შეუსწავლელი იქ ხა სამთო არქეოლოგიური სამუშაოები საერთოდ არ ჩატარებულა და ამიტომ ჩვენ სამუშაოები დავგეგმეთ ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც Volkswagen-ის ფონდის დაფინანსებით იყო. და ეს იყო სასწავლო სამეცნიერო. ეს იცით ითვალისწინებდა ახალგაზრდა კადრების მომზადებას გერმანიაში და გერმანელი სტუდენტების მომზადებას საქართველოსთვის, ანუ საქართველოში არქეოლოგიური სამუშაოებისათვის. ამის ფარგლებში იყო სწორედ ეს ჩემი კვლევებიც და ეს ჩემი ლექციების კურსი, რომელსაც დღემდე ვაგრძელებ და სხვადასხვა ისინი აქვს მოდულები აქვს და ამდენად ამ მოდულებში სხვადასხვა რაღაცები გვაქვს წარდგენილი და ამდენად იქ ძალიან კარგი კადრი მომზადდა კავკასიის არქეოლოგიისათვის და როგორც აქ ამდენად ჩვენ აი ამ პროექტის ფარგლებში მივაკლიეთ მაღაროებს, რომელიც თავიდან გვეგონა რომ ხა ვერ წარმოვიდგენით ახლა რომ ოქრო იყო, იმიტომ რომ ვიც უნდა წარმოედგინე ხა 2004 წელს. ბოლნისის რაიონის სოფელი საყდრისი. არა, სოფელი არ არის, იცით, ადგილს ქვია საყდრისი, რომელიც ნასოფლარი არის, ნასოფლარი არის აბულმუგს ეძახიან. და ახლა იცით ისტორიულ წყაროებში აბულმუგი ქვია და ეს აბულმუგი არის გამაერთიანებელი სახელი უნდა ყოფილიყო შუა საუკუნეებში რამდენიმე სოფლის, ანუ მათ შორის იყო ორსაყდრე და მათ შორის იყო თვითონ აბულმუგი რაცაც ქვია და იყო ასევე მადნის მთა, რომელშიც იცით როგორ არის, რომ ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ ეს ამ სოფლის მაცხოვრებლები აი აბულმუგში არსებული ოქროს ეს რა ქვია საბადოებიდან მოიპოვებენ ლაჟვარდს, სპილენცსა და რკინას. ესე იგი ქართლის ცხოვრებაში ეს წერია, ეს აბულმუგი არის მოხსენიებული, მაგრამ იცით აქ ოქროზე მაშინ არაფერი არ წერია, ამდენად ჩვენ ახლა იქ რომ მივედით თავიდან სასწავლო სამეცნიერო იყო და ამდენად გვინდოდა რომ სასწავლო არქეოლოგიური სამუშაოები. მაგრამ ნუ როგორც პირველივე მისვლის დროს, იცით როგორ არის 87 წელს 1987 წელს იქ სამთო გეოლოგიური და საძიებო გეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა და ამდენად მაშინ აღმოჩნდა ჯერ მარტო აი თანამედროვე ესე იგი შტოლნებმა გადაჭრეს ძველი გვირაბები. და ეს იცით ანგარიშებშიც არის, სამთო გეოლოგიურ ანგარიშებშია მოხსენიებული, ყველაფერი დეტალურად არის იქ აღწერილი. და იქ არის ეს უძველესი უროები გამოცვინდა. ურო ისეთი მახასიათებელია. ქვის იარაღები. ეს არის საუბარი ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის რომ იყოს უფრო მარტივად ვთქვათ. ესე იგი აღმოჩნდა ოქროს უძველესი საბადოები და შახტები 5400 წლის წინათ. ხო, ეს მერე გვიან შემდგომ 2004 წელსშივე ეს როგორც კი მივედით, ითით როგორ იყო ეს გადაჭრილი გვირაბები ჩვენ ჩამოვწმინდეთ უბრალოდ და იატაკზე, ანუ კედელზე, ესე იგი გვირაბის კედემაზე, იატაკზე, სადაც უკვე ეს იყო, იქ ესეთი გავწმინდეთ ფუნჯით და აღმოჩნდა რომ რამდენიმე ნატეხი კერამიკა ვიპოვეთ და ვიპოვეთ ხის ნახშირი. ესევე იყო ქვის უროები, იყო ნამტვრევები, მთელიც იყო. იცით როგორ იყო, ეს სამივე ნატეხი, ხა ვისაც არქეოლოგიასთან საქმე აქვს და ვისაც მით უმეტეს ახლა ძალიან ისე პროფილირებულია მტყარარაქსული პერიოდი, როდესაც მე-4-მე-3 ათასწლეულებზეა ლაპარაკი, არ არსებობს ის სხვა კერამიკაში შეგეშალოთ, იმდენად ესეთი ტიპიურია და იმდენად ძალიან მნიშვნელოვანი ის აქვს, თავისი მახასიათებელი ნიშნები აქვს. აღმოჩნდა რომ ეს კერამიკა ხა სამი ნატეხით ხა ჩვენ ვერ დავათარიღებდით, ნუ ხა ესეთი სენსაციური აღმოჩენის სამი ნატეხი ცოტა არ იყოს უხერხული იყო მაშინაც და ამდენად გავაკეთეთ ნახშირის ანალიზი, რომელიც ფენებში კარგად არის შემონახული და დღე იქ ძალიან კარგი,
აღმოჩნდა რომ ერთ სადღაც 6 თვეში არა ეს იყო ნახშირის არის რადიოკარბონული თარიღია ნახშირის რომელიც იძლევა თარიღს უშუალოდ აი ამ ხის და ორგანული მასალის თარიღს იძლევა და ამდენად აქ უკვე ესეთია ძალიან პლუს მინუს რაღაც 50 წელია თუ რაღაც 20 და რამდენი აღმოჩნდა ესეთ რა აღმოჩნდა რომ აი ეს იყო მაღარო აღმოჩნდა მაშინ პირველი თარიღი მივიღეთ იყო 3987 წელი არის ეს როდესაც პირველი თარიღი და ნუ რაღაც პლუს მინუს 50 წელი და ნუ მაშინ იყო რომ ეს ჩავთვალეთ ჩვენ რომ სენსაცია იყო და ნუ ეს არის უძველესი და ამდენად მე უკვე დავიწყეთ აქ კვლევები მაგრამ როგორც კი ეს გამოცხადა საქმე ამდენად ჩვენ 2005 წელში შევქმნით მთელი ესე იგი გავაგრძელეთ არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო უკვე სტაციონარული უკვე ჩამოვიდნენ იცით რა უკვე ესეთი პროფილირებული სამთო არქეოლოგები რომელიც სამთო მუზეუმის თანამშრომლები და პროფესორები არიან და იქ მოხდა მაგალითონი სპეციალისტი არა ხო იმიტომ საქართველოში ხა ესეთი არქეოლოგიას იცით ძალიან რთულია ეს არ არის ჩვეულებრივი არქეოლოგია იმიტომ რომ მას სპეციალური მომზადება ჭირდება სამთო არქეოლოგს ამიტომ არის ეს ძალიან რთული და ვინაიდან ხა კავკასია არის მაინც ესეთი სამთო და ესეთი უძველესი ცივილიზაციებისთვის როგორც შემდგომ აღმოჩნდა ალბათ სანუკვარი ქვეყანა იმიტომ რომ აქ მადანი ძალიან ბევრია და ეს მადანი არის სწორედ ის რისთვისაც ესე ილტვიან ჩრდილოეთის ქვეყნისაკენ და ნუ არის წყაროებში ბევრი რაღაცები წერია იქ და ამდენად იცით როგორ მოხდა რომ ეს ძეგლი 2006 წელს გაძეგლდა და მიენიჭა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ნუ აქ რაღაცნაირად ისეთ მართალია რომ იცით მე ხა ეს მადნეულთან ურთიერთობაში ვიყავით ჩვენ ჩამოვაყალიბოთ რომ აი 2006 წელს მიენიჭა კულტურული ძეგლის სტატუსი უძველეს ოქროს საბადოების შახტებს გვირაბებს რომელიც აი ამ ნასაყდრალის ტერიტორიაზე თბილისთან დაახლოებით 80 კილომეტრში აღმოჩნდა. ჩვენი უძველესი წინაპრების მიერ გაათხრილ დამზადებულ შახტებს, ესე იგი აქ ოქროს ზოდს მოიპოვებდნენ, ამუშავებდნენ. მადანს მოიპოვებდნენ და იცით რა ეს ძალიან რთული პროცესია იმის გამო რომ აქ მადანში ოქრო თვალით უხილავი ეს არის ძალიან დიდი ცოდნის შედეგი. ანუ ის ცოდნა თუ რა უნდა გამოიტანო, იმიტომ ეს ძალიან რთული თვითონ ტექნიკურადაც ძალიან რთულია რა ქვისუროებით ამისი მოპოვება. ამიტომ ჩვენ ნახავთ ფილმს ამის ექსპერიმენტს და აი მე თქვენთან საუბარში გავიგე და გაოცებული დავჭირო თურმე როგორც ყველა ადამიანს ინდივიდუალურად გააჩნია თავისი თითის ანაბეჭდი, აი ხელის ანაბეჭდს რო უღებენ, ასე თურმე ყველა ოქროს საბადოს, ყველა ოქროს ზოდს თავისი ანაბეჭდი გააჩნია, აი თქვენ ბრძანეთ. ხო, ძაღლს რომელსაც შემცველობა ოქროს შემცველობის მიხედვით არის და თუ რაც შეიცავს ეს მადანი. აღმოჩნდა რომ საქართველოს ოქროს ძარღვის აღმოჩენილი ოქროთი დამზადებულია შემდგომ ძველი შუმერების და არა ხა ეს არ არის უბრალოდ ჩვენ კვლევებში ვართ ახლა ეს შუმერებთან უბრალოდ შუმერების ოქროს ჩვენ დავიწყეთ კვლევები და ამდენად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ახლა ამ პროექტის ფარგლებში რომ ესე იგი ანალიზები გავაკეთოთ როგორც მადნების ესევე ოქროს ნივთებისა რომ შემდგომ ოქროს ნივთების წარმომავლობა გავიგოთ არის თუ არა ისინი საქართველოში აღმოჩენილი მადნისაგან დამზადებული იცით რა ეს არ დამთავრებულა ჯერ ახლა იმიტომ რომ აქ იცით რა ძალიან რთული პროცესია ეს იმიტომ რომ ეს სინჯების მოპოვება შემდგომ ამისი კატალოგიზაცია ძალიან რთული პროცესია და ნუ ჩვენ ველოდებით რომ ალბათ შემდგომ პერიოდში ალბათ გაისათ უკვე მზად იქნება ყველა რაღაცა ნაწილია მზად რაღაცა ნაწილი არ არის მზად იმიტომ რომ ამ საქართველოში ესეთი ძეგლის აღმოჩენის შემდგომ ნუ დაიწყო ბუმი იმის გამო რომ აღმოსავლეთის ეს არქეოლოგებმა ნუ რაღაცნაირად ისეთი ის მოხდა რომ ვინაიდან წყარო უკვე ვიპოვეთ აღმოსავლეთში ერთ-ერთი
ჯერჯერობით სხვა არ არის ნაპოვნი, თორე ამაზე ადრეული ჯელება გამოჩნდეს შემდგომ და იყოს უბრალოდ დღევანდელი მონაცემებით ეს. აღმოსავლეთში ოქრო გადიოდა საქართველოს. არა, არ ვიცით ჯერ უბრალოდ იცით როგორ არის ეხლა ამასთან ძალიან ფრთხილად ავართ, იმიტომ რომ ეხლა როგორ არის იცით ეხლა ეს თქვენი ყავთ ფრთხილად მეცნიერები, მე გადაცემა შემიძლია ვთქვა რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ეს არის აღმოსავლეთში ერთადერთი ოქროს წყარო, რითაც ახლო აღმოსავლეთში ოქრო გადიოდა და ნაკეთობები მზადდებოდა უძველესი წყარო თავისი შახტებით და გვირაბებით თუ მაღაროებით არის საქართველოში. თავისი იარაღებით, თავისი ანუ ეს არის წარმოების კერა, ხო, ეს არის წარმოების იმ დროინდელი 5400 წლის. ხო, 5400 წელს იწყება აქ და როგორც ჩანს ჩვენ თვით ერთი გვირაბი გავთხარეთ, მარტო რომელსაც აქვს 3 გამონამუშევარი. და გთხოვთ ჩართოთ ფილმი, რომ ჩვენ ნახოთ ეს როგორ ხდება და რანაირად პირველი ფილმი ჩართეთ. პირველი ფილმი, ხო. ჩემს ოპერატორებს თქო. ესე იგი, აქ არის ესე იგი ოქრო საქართველოში, მცირე კავკასიონის აი ამ ტერიტორიაზე, აი ამ ნაწილში აღმოჩნდა აი ეს უძველესი ოქროს მაღაროები, რომელიც აი ესეთი საყდრისი დღეს ესე გამოიყურება, იგი ბოლნის დმანისის მაგისტრალზე მდებარეობს და ამდენად იგი არის სწორედ აი ამ ესეთი შახტებით არის, ესე იგი შახტები და გვირაბები არის გაყვანილი. აქ ისეთი სხვადასხვა პერიოდის ხო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი წინაპრების, ეს არის უბრალოდ ამოწმენდილია, ჩვენ მხოლოდ ამოვწმინდეთ ეს გვირაბები და აი ეს არის სწორედ ის პირველი პერიოდი 2004 წელს, რომ მივედი და როგორ არის ამოვსებული ეს გვირაბი. სამთო-მოპოვების ეს ტექნოლოგია იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. და ეს არის ინსტიტუტში, ანუ აი ადგილზე უკვე ეს კერამიკული 3 ნატეხი და უკვე ნახშირები, უროები როგორ არის და ისეთი უროს აქვს თავისი სპეციფიკა, თავისი ესე იგი სახე აქვს, რომელსაც აქვს აუცილებლად სატარე ღარები აქვს, რომ ტარი კარგად დამაგრდეს. ამდენად საყდრიში ჩვენ გვაქვს ყველანაირი იარაღი, საფხვნელები, აი ხა ეს ამბოსები არის გასამდიდრებელი, იგი სასრესები, აი თვითონ კლდეზეც კი აი ესეთი ღრმულებია, რომელიც ესეთი უშუალოდ იქვე აკეთებდნენ სინჯს, რომ ღირდა თუ არა ამ იმისი გამოტანა. ეს არის უკვე კულტურული ფენები არის, რომელიც მიწის ზედაპირზე როგორ ხდება ადგილზე აი ამ მადნების უშუალოდ დამუშავება. ეს მიწის ქვეშა გვირაბებია, რომელიც სადღაც 30 მეტრამდე ჩადის და აი 30 მეტრში ეს არის თანამედროვე გვირაბი თვამდე მე 4000 წლეულის მეორე ნახევარში არის ხო ეს უკვე ეს არის. ეს არის აი ეს გვირაბები, რომელიც ხელით არის გამოტანილი და ამდენად ქვის უროს არა, ტექნიკა ეს არაჩვეულებრივი ტექნიკაა, იქ არის ცეცხლის კვალია და ცეცხლი ინთება და ამდენად იქ ძალიან რთული პირობებია თვითონ სამუშაო, მაგრამ აშკარაა რომ იქ ცეცხლი ანთია, იმიტომ რომ გამურულია კედლები, უროებია გამურული. ამდენად ეს ყველაფერი აი ამ უძველეს დროში ხდება აი ამ ქვის უროთი, რომელიც ცით სიგლუვეს ტოვებს, ანუ გლუვი ზედაპირი აქვს მერე კლდეს და ამიტომ ის არასოდეს არაფერში შეგეშლება, რა თქვა იგივე, როდესაც შემდგომ უკვე რკინის იარაღი შემოდის, მე ის კვალს ტოვებს, ეს არ ტოვებს კვალს. ეხლა აი მაგალითად აი ცეცხლის კვალია, ეს არის სადღაც 28-30 მეტრის ქვეშ, იმიტომ რომ აქ მთავრდება ძარღვი და აქ ვიცით ცეცხლი ანთია და იქ უკვე ბოლო დარტყმა. სადღაც 7000-მდე ურო გვაქვს აღმოჩენილი და ქვის იარაღი, რომელთან მთელი წარმოება და ეს არის ძალიან მხოლოდ ერთ გვირაბში. ეხლა მთავარი თით არის ეს მარტო წარმოების ადგილი, მაგრამ საცხოვრობდა ეს ხალხი, ამათი საცხოვრებელი, როგორ ცხოვრობდნენ, რა იყო, მივაგენით სახელოსნოს, მივაგენით ქურებს, ორი ქურა, სხვადასხვა ჰორიზონტის არის, იმიტომ რომ სხვადასხვა პერიოდში ამ იმაში იყო ტიგელი, იყო, ანუ რაშიც უკვე დნება ეს, აიქვე მადნები ყრი, ამდენად იცით ეს ყველაფრის რეკონსტრუქცია არის სრულიად შესაძლებელი. ეხლა უბრალოდ ეს აი სამარხებია, აი თვით უშუალოდ ესე იგი ვინც მუშაობდა საყდრისის მაღაროებში, იყო სწორედ აი ეს მოსახლეობა, რომელიც ჩვეულებრივ ხო, აი ხა თქვენ რუკას ხედავთ, ხო, სადაც არის დღეს მსოფლიოში, სად მოიპოვებოდა უძველეს დროში წითელი ფერით არის და ყვითელი ფერით არის თანამედროვე და ამდენად აი ესეთი კვლევები, ეს არის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩატარებული ჩვენი პროექტის კვლევები, ასე იგი შუმერულ და იმაში, რა ქვია, ქართულ ოქროში. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ეს ქართულ ოქროში. ხო, როგორ, ნუ რა არის?
და ესე გამოიყურება დღეს სახტრისის მთა, ეს არის 2011 წლის ბოლოს, ესე დავტოვეთ ჩვენ ახლა ალბათ უფრო საშინო მდგომარეობაშია, იმიტომ რომ იქ მადნეული გვებძვის და ესეთი მას გვთავაზობს ლანდშაფტს უკვე ოქროს მოპოვების შემდეგ, იმიტომ რომ ეს დღეს პრობლემური ეს უკვე კუბანაყოფიას ნაყოფია? ეთით რა, ხო, ყოველ შემთხვევაში სურვილი აქვთ, რომ ეს იმას აქნან, რა ქვია, რომ ეს რა ბრძოლა ესეთი, ესე იგი, კი, მაგრამ ამას ხო აქვს კულტურის ძეგლის სტატუსი ხო, სტატუსი მინიჭებული, აქვს, ეს აი, თით როგორ არის. არის 5400 წლის უძველესი ცივილიზაციის მიერ, ქართული ცივილიზაციის მიერ შექმნილი წარმოება, ფაქტიურად ოქროს მომპოვებელი წარმოება. ხო, ეხლა ჩემთვის ეხლა როგორც ქართველისთვის და როგორც საქართველოს მოქალაქისთვის სრულიად გაუგებარია ის, რომ მთელი მსოფლიო როცა აღიარებს, რომ ეს არის საქართველოს მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროები, მადნეულის მეზობლები იძახიან, რომ ჩვენ ვიტყუებით. და ეს ესე არის. ერთი წამით ქალბატონო ირინა, აი ამიტომ ჩამოთვალე მე ქალბატონი ირინა ყამბაშიძის რეგალიები, რომ აი ამ გამოკვლევებში, ამ დასკვნებში, ამ აღმოჩენებში, რომელიც ქალბატონმა ირინამ განახორციელება მისი ხელმძღვანელობით შექმნილმა ექსპედიციამ, ეჭვი შეიტანა კაზრეთის მადნეულის ოქროს საბადოების ხელმძღვანელობამ კობანაყოფიას მეთაურობით და მე მინდა ჩამოთვალო ეხლა უცხოელი პარტნიორებიც და ის უცხოელი მეცნიერები, რომლებიც ადასტურებენ საქართველოს ამ უძველესი ოქროს საბადოს არსებობას, მის ხნოვანებას, მის უნიკალურობას და მას როგორც აღიარებენ როგორც კულტურის ძეგლს და არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებენ. ეს მეცნიერები არიან პროფესორი ტომას შტოლნერი, გერმანია, ანდრიას ჰაუპტმანი, ბოხუმი, გერმანია, საბინა კლაინი, ფრანკფურტი, გერმანია, გერჰარდ ბრაინი, ფრანკფურტი, გერმანია, რაიმონდ ტამბერლეიკი, კემბრიჯი, ბრედა გრედოკი, კემბრიჯი, კატრინა მარო, ლიონის და პარიზის უნივერსიტეტები და ასე შემდეგ, მე აღარ ჩამოვთვლი ამ უცხოელი მეცნიერების გვარებს და სახელებს, რომლებიც ქალბატონ ირინასთან ერთად თანამშრომლობენ ამ უდიდეს აღმოჩენაში და რომლებიც გაკვირვებულები უყურებენ ასეთ მიდგომას, რომ დღეს თურმე მადნეულის ოქროს საბადოებმა იქ უნდა დაანგრიონეს უძველესი ჩვენი ცივილიზაციის კერა, წარმოების კერა, ოქროს საბადოების მოპოვებისა და იმიტომ რომ თქვათ ამ კობანაყოფიან და მისმა ბიზნეს პარტნიორებმა მილიონები არ დაკარგონ. ეს არის სახელმწიფო და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურის ძეგლი, მე ვიტყოდი. და ის სამუშაო, რასაც ასე რუდუნებით ეწევა ყოველდღიურად ნაბიჯ ქალბატონი ირინა და მისი გუნდი არის უმნიშვნელოვანესი და მსოფლიო მნიშვნელობის. ამ პრობლემას სახელმწიფო მიდგომა ჭირდება, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით სწორედ სახელმწიფოებრივად შეხედავს ამ პრობლემას და კონკრეტული ბიზნესმენების მერკანტილურ აზრებს არ გაითვალისწინებს და ქვენაგზნობებს არ აყვება არც ერთი უწყება, მათ შორის კულტურის სამინისტროც, რათა კულტურის ძეგლის სტატუსი მოეხსნას ამ უნიკალურ მაღაროებს, ამ ცივილიზაციის უდიდეს ნაშთებს წარმოებისას, რომ მერე უკვე ადვილი არ გახდეს მათთვის სწორედ ამ ადგილებზე ამ უნიკალური ნასახლარების თუ წარმოების ადგილების დანგრევა, რათა თავისი ჯიბეები გაისკელონ უფრო კარგად. აი ეს კომენტარი გავაკეთე მე ქალბატონო ირინა და გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, ჩვენ დაგვრჩა კიდევ ორი ფილმი და რას დასცენდით? ხო, დავძენდი რომ იცით როგორ არის, რომ ეს ჩვენ შევთავაზეთ, ჩვენ ანუ არქეოლოგიური, როდესაც იცით პრეისტორიული ძეგლები საქართველოში არ არსებობს, ამ პერიოდის პრაქტიკულად არ არსებობს. ეხლა დმანისი არის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი. ნუ ესეთი ძეგლები არ უიშვიათესი ძეგლია, ხო? დმანისი თავიდან იყო ერთი ორმო. და ეს ორმო დღეს გახდა მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი, იმიტომ რომ მისი მნიშვნელობა სილდება ნუ ყველანაირ ზღვარს. და ზარია პირდაპირ ეთერში, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ალო? დიახ. გამარჯობათ გენაცვალე. გამარჯობათ. აი ესეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. მე თვითონ სპეციალობით ოქროს მომპოვებელი ვარ.
ესე იგი, მე მაინტერესებს, აი, თუ ყოფილა მცდელობა იმისი, რომ პარალელურად მოპოვებულიყო მადნების და შენარჩუნებულიყო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა შენარჩუნდეს აი ეს უნიკალური უძველესი მაღარო. აი, თუ ყოფილა ამისი მცდელობა, რომ ისიც ყოფილიყო და ესეც ყოფილიყო. ეს ერთი, მეორე. მე მაინტერესებს, ესე იგი, თვითონ ეს სადაც არის მაღარო, რა ფართობი უჭირავს და რა ფართობი უჭირავს კიდევ ესე იგი თვითონ საყდრის ის ამ ტერიტორიას რა ფართობი უჭირავს. მაშინ პირველ შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს, ესე იგი პირველი შეკითხვა არის ესეთი, მადლობთ, დიდი მადლობა. და პირველი შეკითხვა არის ის, რომ ჩვენ უბრალოდ თანამედროვე მეთოდებით, როგორც დღეს გეოლოგები ხსნიან, აუცილებელი არის, რომ იგი კარიერული წესით იქნეს მოპოვებული. ჩვენ ახლა საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი არ აგვაქვს, რომ ეს ოქრო იყოს მოპოვებული, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და მაგრამ ამისათვის რომ სახელმწიფოსთვის თუ კერძო პირებისთვის საკითხია ხო, იცით რა, ეს ახლა ავიცი, ახლა ყოველ შემთხვევაში ეს დღესდღეობით თითქოს სახელმწიფო უნდა იყოს ნახევარი რაღაც ხა თამაში მე ამას არ მივდებ, მე უბრალოდ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ესე იგი ეს ჩვენი შეთავაზება წარმოუდგენელია, რომ ჩვენი ძეგლიც იყოს, მაგრამ იქ ვერ ააფეთქებენ. იმიტომ რომ აფეთქებები დაანგრევს ჩვენ ძეგლს იმის გამო, რომ იქ არის ძალიან რთული მდგომარეობა, იმიტომ რომ იქ მორყეულია სულ ყველაფერი და ამიტომ ეს გასამაგრებელი სამუშაოებია. თავიდან აიღო მადნეულმა თავის თავზე, რომ აქ სამუზეუმო სივრცე ჩამოყალიბდეს. ეს ჩვენ შევთავაზეთ, რომ აქ სამუზეუმო სივრცე გაკეთებულიყო, რომ ყველა მნახველისათვის ყოფილიყო ეს სანახავი და ძალიან მომხიბვლელია და ძალიან ისეთია, რა ქვია, ძალიან ესეთი სიამაყე შეგიძლიათ გამოხვიდეთ იქიდან და ძალიან დიდი ხანი ხო და თვითონ ტურისტებისთვისაც ხო, მაგრამ იცით რა, მადნეული წინვალება და ოქროს ის მიზიდულობა ხო, ნუ იცით როგორ არის ახლა, იქ არის რომ არა, ეს უნდა აფეთქდეს, იმიტომ რომ ეს ვიღაცები უნდა გამდიდრდნენ, იმათ არ აინტერესებს მომავალში რა ექნება საქართველოს ჩვენ მომავალ თაობას. ხო, ჩვენ ვთავაზობთ კულტურულ მემკვიდრეობის საუკეთესო ძეგლს, საუკეთესო შთამომავლობას, რომელსაც ამის ფასი რა უნდა იყოს ხო, არ ვიცი, ნუ ეხლა ისინი თავაზობენ ალბათ 5-10 წელიწადი მას რაღაცა სამუშაო ადგილებს, ბიუჯეტში ფულს და შემდგომ უკვე უდაბნოთ ქცეულ ტერიტორიას. იცით რა, ჩვენ აგვაქვს ესე იგი აი ესეთი ისა რომ ჩვენ ხალხო დავდგეთ ერთად, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი და ნუ დავანგრევთ ჩვენი ხელით. ისედაც დანგრეულია ყველაფერი, არაფერი არ აქვს შემორჩენილი, ხო? და თუ რამე გადასარჩენია, მე მიმართავ კიდე მთავრობას და ყველა უწყებას, რომ გადასარჩენია ეს უნიკალური, უძველესი 5400 წლის წინანდელი ცივილიზაციის ნაშთი ოქროს წარმოებისა, ოქროს მოპოვებისა, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და რომელსაც მივყევართ იქითკენ, რომ მთელ ახლო აღმოსავლეთში, მთელ მცირე აზიაში, აზიის ქვეყნებში ერთადერთი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ოქროს საბადო, ოქროს წყარო იყო საქართველო, საიდანაც გაქონდა, საიდანაც ყველა ის ნაკეთობა, ყველა ის ნივთი, ყველა ის სამკაული მზადდებოდა. და მეორე შეკითხვა, ხო, რაც არის, მეორე შეკითხვა, ისიც ეს ტერიტორია არ არის დიდი, სადღაც დაახლოებით 9 ჰექტარია. 9 ჰექტარია. ხო, დაახლოებით, ხო, ესე. და აქ აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან დიდი ტერიტორია, თვითონ სალიცენზიო ტერიტორია ძალიან დიდია და ნუ ეს მოქცეული არის სწორედ ამ სალიცენზიო ტერიტორიის ფარგლებში. ამიტომ ნუ იქით რაც უნდათ ისქნან, მე არ ვიცი. არა, იქ ძალიან ბევრი ძეგლია, რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი ძეგლია, იქ უნდა განთავისუფლდეს. ეხლა მადნეულმა ხშირად დააზიანა, ხშირად ნუ რაღაცა მე ვალდებულებები აიღეს. ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომელიც ნუ ეს ეკოლოგებმა იკითხონდა, მან რა ქვია, ბუნების დაცვამ და გარემოს დაცვამ, რა თქმა უნდა. ყველანაირად, სულიერადაც, ეკოლოგიურადაც და რა თქმა უნდა. ეხლა და ჩვენ უბრალოდ იცით რა, ჩვენ ვიბრძვით ძეგლებისთვის. ამიტომ ეს ძეგლები მეორეც გავუშვათ. დიახ, თუ შეიძლება ეს მეორე ფილმი. ფილმიც გავუშვათ, მეორე ფილმიც, იმიტომ ნელ-ნელა სიზდება ჩვენი დრო დაახლოებით 15
17 წუთი. ხო, მეორე ფილმი გავუშვით შეიძლება. და ეს არის სწორედ ის 3D მოდელი, რომელიც ესე იგი ჩვენ გავაკეთეთ, ესე იგი სკანირება გავაკეთეთ ჩვენი გათხრებისა, ეს არის ლაზერული სკანირება, სწორედ აი ამაზე ლიდა სკანერი ქვია, რომელმაც ჩამოვიტანეთ და ეს არის სწორედ გვირაბები თანამედროვე. გაუთხრიათ ოქროს წარმოებისათვის, ოქროს მოსაპოვებლად მიწისქვეშ 30 ეს ხო მიწისქვეშ 30 მეტრის ქვეშ და აი აქ მაგალითად ძალიან კარგად ჩანს ის ახალი გვირაბებია, რომელიც ეს ძალიან სწორად რომელიც არის ეს ქვევითა ნაწილი და აი ზედა გვირაბები არის მიწის ზედაპირიდან როგორ ჩამოდის ეს გვირაბები. აი ეს გადაჭრილი ადგილი აქ ძალიან კარგად შეიმჩნევა როგორ არის ეს გადაჭრილი თანამედროვე შტოლნების გაყვანის დროს და როგორ გრძელდება იგი ჩრდილოეთის მხარეს, სადაც უკვე აი ეს უროები არის ჩაზიდული ძალიან დიდი რაოდენობით, კედლებია უროებით აშენებული იმის გამო რომ გასამაგრებელი რომ დასაწყობებულია ეს უროები, რომ ტყდება ეს ურო რაღაც პერიოდში ტყდება ეს. ამდენად ჩვენ გავაკეთეთ შემდგომ უკვე ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი ჩავატარეთ და აი ამ ექსპერიმენტში ჩვენ ჩავთვალეთ რომ ვთით ესა რა ქვია უროებით როგორ შეიძლება მოპოვება ოქროს და არის თუ არა ეს რეალობა. და რამდენად შეესაბამება ეს აი ამ ისტორიულ ფაქტებს, რომელიც იმიტაციური მოდელი დღევანდელი ეს არის სპეციალური მეცნიერება ამისი ექსპერიმენტული არქეოლოგია, რომელიც აკეთებს სწორედ აი ამ ექსპერიმენტებს თუ როგორ რეკონსტრუქცია როგორ შეიძლება აი ამისი რეკონსტრუქცია რომ შემდგომ უკვე ისტორიულად ეს რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს და რამდენად არის ეს ის. ეხლა მე ვითხოვ რომ თუ შეიძლება მესამე ფილმიც გავუშვათ და აი მესამე ფილმში არის უკვე უშუალოდ აი ეს ექსპერიმენტია რა ექსპერიმენტით ხო როგორ ხდება აი უძველეს დროში ასე იგი უცხოელებით გადაღებული ცეცხლის გაკეთებული არის ჩვენ არის საღტრისის მაგალითი ახლა ეს გამოფენის ნაწილი არის გერმანიაში ეს გამოფენილია ამდენად იქ არის ესეთი მუდმივ მოქმედი გამოფენა სამთო საქმისა სადაც საღტრის თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. აი მაშინ ვიბაძოთ გერმანიას ასეთ მიდგომაში. ესეთ ბაძავთ, იმიტომ რომ ჩვენ ამისათვის ვზადავთ ეს პროექტი, ამას აფინანსებს. ეს არის საღტრისში ჩასასვლელი, ესე გამოიყურება მუშაობის პროცესში, თუ როგორი არის. ეს არის სწორედ აი ამ პერიოდში, აი როგორ დავიწყეთ, ჩვენ ეს არის ბატონი საიმონ ტიმბერლეიკი, რომელიც ესე იგი კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორია, ესე იგი როგორ მუშავდება ძარღვები, როგორ მუშავდება ოქროს შემცველი და როგორი არის ეს არის ურო, სწორედ აი ესეთი ტარით, ეს არის მდინარიდან ამოტანილი რიყის ქვები, რომელსაც უკეთდება ესეთი ტარი. აი ესეთი სიგლუვეს აძლევს, ანუ ზედაპირი უროები დამუშავებული კედლები ძალიან კარგად შეიმჩნევა, იმიტომ რომ ესეთია, არანაირი ის არ აქვს იმას, რა ქვია, კვალი არ, ყვალს არ ტოვებს, ამიტომ ეს კვალი თვითონ არის ესეთი გლუვი ზედაპირი. ამდენად ცეცხლი არის გახურებული, გასახურებლად, ანუ ცეცხლით ახურებენ მადნის ზარღვს, შემდგომ ასხამენ წყალს, ანუ იცით როგორ არის რაღაცა პერიოდი, ყველგან არ არის ესეთი რთული, ის არის ესეთი ესე იგი ცეცხლი დაანთებული. ამდენად ცეცხლი ინთება რაღაცა მასში, რა ქვია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ну, როდესაც ან დიდია ძარღვი, რომელსაც იმ პატარა ძარღვებს ისინი ჩვენივრად ამუშავებენ ამ უროებით და მეებით ძვლის იარაღებით, რომელსაც ჩვენც ესე ვიპოვეთ ამ გვირაბებში ეს ყველაფერი ესევე არის, ესე დიახ, ესე არის, ეს არის ახლა ექსპერიმენტი, როგორ ჩატარდა საღტრისში, ეს არის საღტრისი, დღეს ესე გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში გამოიყურებოდა. ეს არის გერმანულ-ქართული გერმანულ-ქართული ექსპედიციის ის არის. დიახ, ახლა ახალი პროექტი წამოვიდა, ესა გვაქვს გერმანია, საფრანგეთი, საქართველოს საერთო ეს არის ეროვნული მუზეუმმა გააკეთა მემორანდუმი დიდი და იმ მემორანდუმის ფარგლებში ხდება. ჩვენ აი ანალიზების საფუძველზე გავარკვიეთ როგორი ხის მასალა არის საჭირო. ანუ იქ არის სპეციალურად ხის მასალა დიამეტრი, ანუ იგი მორები არ არის საჭირო, იქ არის ტოტები
მუხის ტოტები, იმიტომ რომ ეს ანალიზირებული, ამაზე ესეთი კვალიფიცირებული კვლევებია ჩატარებული, რა თქმა უნდა, წყალს ასხამენ და მე უკვე აი ესეთი საშუალო ზომის, აი ესეთი ვიშოვეთ, ეს ისა ვიყიდეთ და რო ვიყიდეთ, მე დავიწყეთ ეს არის ირმის რქის რქები ვიყიდეთ, გავაკეთეთ ირმის რქის იარაღები, იმიტომ რომ ისინიც ესევე არის აღმოჩენილი გვირაბებში. ანუ ჩვენ თუ კი რამე აღმოვაჩინეთ, აბსოლუტურად ეს არის ჩვენი უროების ბაღი, ესე ვეძახით, იმიტომ რომ ეს ამისი ხდება ყოველ წელიწადს ხდება ახალი ნუმერაცია, დიგიტალიზაცია, ფოტოგრაფირება და დოკუმენტირება თვითონ. აი ესეთი დარტყმის კვალი აქვს აი ამ უროებს, რომლებიც არის სწორედ აი ესეთი მუშაობის კვალი აქვს და ამდენად ძალიან ბევრი კომბინირებული იარაღებია სხვადასხვა მიმეებში გამოიყენება, სხვადასხვა საფხვნელებად, სასრესებად, რა ვიცი მე სანაყებად და ამდენად მე უკვე ჩდება ესეთი ახლა ეს მაგალითი არის მარილის მაღაროებში როგორი კვალი ჩდება ეს არის ავსტრიაში სადაც ბოხუმის სამთო მუზეუმი მუშაობს როგორც საქართველოში ესე ირანში, შუა აზიაში, პერუში და თუ კი სადმე მთაგორიანია და თუ კი სადმე მადანია ყველგან ეს მუზეუმი ეს დამზადების ტექნოლოგია აჩვენებს როგორ ხდება იმიტომ რომ ვიყიდეთ ტყავი ესე იგი ხარის ტყავი ეს ხარის ტყავი მე დავჭერით და დავამაგრეთ ეს რომ ხმება ძალიან მაგარია და მე უკვე თხილის ტოტის ტარებია ისა რომელიც სპეციალურად ისეთი ეს ანალიზების საფუძველზეა ყველაფერი იმიტომ რომ ეს არის მიდის ლაბორატორიაში მიდის როგორც ფრანკფურტის ესევე ციურიხის ლაბორატორიაში რომლებიც აკეთებენ აი ამის ყველაფრის ანალიზებს და ამდენად ჩვენ უკვე ხელთა გვაქვს უკვე სრული რეკონსტრუქცია შესაძლებელი ეს გვირაბში ხო და ამ გვირაბში აი ესე ინთება ეს ცეცხლი და უკვე მეორე დღეს, როდესაც ეს დავტოვეთ ღამეს და მეორე დღეს უკვე ჩავდივართ შიგნით და უკვე მე ის გახურებულია ძალიან და იქ ესხმება წყალი და უკვე მე უკვე ადვილი მოსანგრევია. იცით რა, ესეთი კვალი, სწორედ აი ესეთი ნახშირებია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც აი რადიოკარბონულ თარიღს რაც გვაძლევს აი ამაზე. ანუ ჩვენ სიამაყით შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიომ 5400 წლის წინ ოქროს მოპოვება საქართველოში დაიწყო. კი, დღესდღეობით ესე შეგვიძლია ვთქვა, სამთო წესით. ფაქტიურად ჩვენ ნახეთ წარმოება იმ ძველი ცივილიზაციის მიერ დანატოვარი წარმოება. ახლა იქ ირმის რქებით იქნება, იმ ქვის უროებით იქნება თუ შეშით იქნება, ესე იგი იყო წარმოება, დღევანდელი შეხედულებით რა თქმა უნდა პრიმიტიული, მაგრამ ჩვეულებრივი წარმოება, საკმაოდ გამართული თავისი ტექნოლოგიური პროცესით და თავისი ტექნოლოგიური ხაზებით, გვირაბებით თუ ასე შემდეგ, თანმიმდევრობით, რომელიც მოიპოვებდა ამ ოქროს მადანს. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ამ ჩვენ პროექტს აქვს მეორე მხარე, ეს არის ანალიტიკური კვლევები, აი ამ ოქროსი და ოქროს სწორედ აი ამ თითის ანაბეჭდების კვლევები, ანუ რა ტიპის ოქრო ტრიალებს საქართველოში, ჩვენ გავრეცხეთ ყველა მდინარე ოქროს მატარებელი, ჩავატარეთ კვლევები საბადოზე, თუ კი სადმე რამე ძარღვი არსებობს ყველგან ავიღეთ. ესე იგი ლეგენდა არგონავტების შესახებ. იცით რა, არგონავტების შესახებ ცოტა გვიანდელი, ცოტა კი გვარიანად გვიანდელია, მაგრამ თურმე ოქრო მაგრამ მე დარწმუნებული ვარ 100%-ით რომ არგონავტებმა ეს იცოდთ. რა თქმა უნდა. ანუ ეს ოქროს საბადო 5400 წლის წინანდელი ჩვენი დედაქალაქიდან, ნუ ვთქვათ, მცხეთიდან დაახლოებით იმ დროინდელი დედაქალაქიდან იბერიისა, ვთქვათ, ხო, არა, ეს მე-4000 წლეული არის და ამიტომ იქ ისეთი ის არის ეს კვარარაქსული კულტურა, ჩვენ უბრალოდ სახელმწიფოებრიობის სათავეებთან ვდგევართ, იმიტომ რომ ეს იყო ეკონომიკის საფუძველი არის ოქრო და ეს არის ვაჭრობის საუკეთესო ის არის საშუალება. ეხლა რა ემუქრება ქალბატონო ირინა, აი ამ ყველაფერს? ამას მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი. იცავს სახელმწიფო ეხლა აი ამ ტერიტორიას აი ამ ეტაპზე, ხო, ამ ეტაპზე რა თქმა უნდა იცავს. ეხლა უბრალოდ ჩვენა გვაქვს, ესე იგი ჩვენი სურვილია რომ ან გაკეთდეს სამუზეუმო სივრცე. და ნუ, არ ვიცი, ეხლა დიდი ბრძოლა გვაქვს მადნეულთან იმის გამო რომ რაღაცნაირად ეს უტევს მადნეული კობანაყოფია, ანუ ბიზნესი უტევს. ვიცით რა, მეცნიერებას შემოვიდა, ხო, ბატონმა
კობამ ეხლა ნუ რაღაცა გული დამწყდა კიდევაც, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც არის მეცნიერებისა და განათლებისა და კულტურის კომიტეტში იწეხის თურმე ჩვენ გრანტებით ცხოვრობთ. აბა რითი უნდა ვიცხოვროთ? არ ვიცი, მე გრანტი მეცნიერი ნეტა ბევრი იყოს, თორე ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა არ არის ჩვენ არა ვართ ესეთი განებივრებული სამეცნიერო იმეებით, რა ქვია, ფონდებით, რომელიც აფინანსებენ. ეხლა მე რაღაცა თითქოს დაგვცინეს. ესეთი კითხვა ისმის ხოლმე საერთოდ, როდესაც აი რაღაცა მშენებლობა იწყება რა, დაკვეთა ხდება არქეოლოგიური დასკვნისათვის. აი რაღაცის მშენებლობა უნდათ, რაღაცის გაკეთება უნდათ, ან შახტა, აფეთქება თუ საერთოდ წარმოება, ხო? თუ რაღაცა შენება დასკვნა არქეოლოგებისათვის და ამ დასკვნების საფუძველზე მშენებლობა ან ჩერდება, ან შეისწავლება ხოლმე ეს ადგილი. ეს კანონმდებლობით არის, ესე რომ აუცილებელი არის. არა, ლაფსუსები ძალიან ბევრია, იმიტომ რომ კანონმდებლობა არის, ნუ საერთოდ დასახვეწია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემებია. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა მიწა პრივატიზებულია, აღმოჩნდა რომ მიწის მესაკუთრეებისგან იღებ ნებართვას, უკაცრავად, მაგრამ ეხლა იმ ტერიტორიაზე რომ აღმოჩნდეს რაღაცა მიწის მესაკუთრის ხომ არ არის. ხალბატონო ირინა, ერთი მთავარი შეკითხვა რატო შეაქვთ თქვენში ეჭვი და რატო ამბობენ რომ იტყუება ხალბატონი ირინა და აი ყური მოვკარე არ ვიცი პრესაში იყო თუ რაღაც საინფორმაციო საშუალებაში რომ რაღაცა ახალი ჩვენ აი ახალ ექსპერტებს მოვიყვანთ გაჩნდა გაიჟღერა ესეთი კლუბი ტაძარი ხო ეთით როგორ მე მოუძებნე აღმოჩნდა რომ ამ კლუბი ტაძრის დამფუძნებლები არიან ყოფილი კულტურის მინისტრის მოადგილე პაპუნა დავითაია, იგივე მირზა დავითაია, გაგიშვილი გიორგი თავმჯდომარე, ნიკოლოზ ჯიბუტი წევრი და მე რაღაცნაირად ესეთი კავშირი გაჩნდა, რომ აი ეს პაპუნა დავითაია არ იყო, რომელმაც აგვისტოს 5 დღე მისი და კობა ნაკოფიას ესეთი ერთობლივი ძალისხმევით მოხდა ამ ფილმის გადაღება, რაღაცა კავშირი ხო არ არსებობს. ხო, ახლა მე ეს ზუსტად გეოლოგიურად ახლად ჩამოყალიბებული საექსპერტო ბიუროა თუ ფირმა ტაძრის შორის რაღაცა და ხო არ არის რაღაცა ბნელი ქვენას რახვებით შექმნილი ეს ტაძარი. როგორ არის? საკმაოდ თავარის იყო რომ ამ ტერიტორიაზე ჩვენ მადნეულთან დიდი ტაძარი ადრე იყო ესეთი რაღაცა რომელმაც მე მახსენდება, რომელმაც ბებრის ციხის და რაღაც ესეთი შავბნელი ოპერაციები განახორციელა. ხო, ისო, მაგრამ ისინი მე სამართალმემკვიდრეები არ ვიცი ესენი არიან თუ არა იმის ხო არ ვიცი. შეიძლება იმ ტაძრის სამართალმემკვიდრეა პაპუნა დავითაიას ეს ახალი ხო, ეხლა იქაც მაიგი იყო, ნუ აიცით ცოტა თავის ყვალ შეიძლება რაღაცნაირად რაღაც უკავშირდება ამაზე. ხო, ეხლა იცით როგორი პრობლემა. მე გვიჩვენებს, იმიტომ რომ მე დავინტერესდი ამ საკითხით და შევისწავლე უფრო ღრმად. იმიტომ რომ არ შეიძლება საქართველოს თავისი ეს უძველესი ცივილიზაციის კულტურის ძეგლის ნაშთები, რომელიც 9 ჰექტარზეა და რომელსაც მთელი ევროპელი მეცნიერები, გერმანელები იქნებიან, ფრანგები იქნებიან თუ სხვები იქნებიან, აღიარებენ. ჩვენ იმიტომ რომ თქვათ მადნეულმა იმუშაოს და ფული მოიგოს კობანაყოფია მამის გულისთვის უძველესი ისტორიული ძეგლი გავანადგუროთ და არა ხო ეს იმაში მივცეთ ეს ხო წარმოუდგენელი არა იცით როგორ არის აქა რომ ეს იგი აქ იყო ჩვენ მადნეულთან თანამშრომლობთ იმიტომ რომ იქ კიდე დიდი ტერიტორიაა მადნეულის ესე იგი აი ამ RMG Gold-ის ესე იგი სალიცენზიო ზონაში მაგრამ იქ ბევრი ძეგლია რომელიც დაზიანდა გზის გაყვანის დროს რომელიც ბევრი რაღაცა განადგურდა ბევრი რაღაცა იმას აქმნა და ამიტომ ისინი ვალდებულები იყვნენ რომ ესენი ეს ყველაფერი შესწავლილიყო და საქმე იმაში არის რომ ჩვენ ჩავატარეთ იქ დაზვერვეთი სამუშაოები დავდეთ დიდი ანგარიში და შემდგომ ამ ანგარიშის დადების შემდგომ მადნეულმა გამოგვიცხადა რომ თუ საღტრისი არ დაინგრევა ამის გაგრძელებას აქ აზრი არ აქვს და ნუ რა თქმა უნდა ხა საღტრისის დანგრევაზე როგორ მოუწერდეთ ხოლოს ხო ამიტომ ჩვენ არ მოვაწერეთ რა თქმა უნდა არ მოვაწერეთ როგორ უნდა მომეწერა ხა ამის გამო მოხდა ის რომ მათ გადაწყვიტეს რომ სხვისთვის დაეკვეთათ იცით როგორ არის ეს უკვე არის რომ წინასწარ არის განსაზღვრული ესე იგი გასაწირად ნუ რას ნიშნავს ვერ გავი თუ ჩემთვის არის ისე და ამდენად ნუ იქ მაშინ დაიქირავეს უკვე აი ეს კლუბი ტაძარი რომელიც მე არ ვიცი ხა რა კვალიფიკაციის ხალხიაში არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი სწორედ მანდი იყო რომ ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ეს და საქართველოს მთავრობა რაღაცნაირად ისეთი ის არის პრობლემა დადგა უცებ რომ ვინ რას ნიშნავს ესე იგი იმისი რა ქვია მადნეულის სურვილის გათვალისწინებით მოხდება ის ვინც შეცვალეს ის
რა ქვია, თუ როგორ უნდა მოხდეს ესა, ხო? ნუ აქ რას ნიშნავს ახლა თქვენ იცით, თქვენი დასკვნა ჩვენ არ გვაწყობს, იმიტომ რომ თქვენ არ გვიწერთ ხოლმე, ახლა მე წავალ სხვას დავიქირავებ და მე თქვენ დაგადანაშაულებთ მაშინ, რა ქვია, ტყუილში. რას ნიშნავს ტყუილში? მე ჩემი ახირება ხომ არ არის, ამას უდევს მთელი ევროპული ინსტიტუციების დასკვნები. ახლა მე მარტო ხო არა ვარ, არა მე ამ შემთხვევაში ვარ ექსპედიციის ხელმძღვანელი, რომელიც ესე იგი ხელმძღვანელობას უწევ აი ეს ურთულეს არქეოლოგიურ სამუშაოებს და მთლიანად აი ეს იმაში ყავს ხო 30 კაცია იმაში რა ქვია პროექტში და ნუ ხა როგორ უნდა რას ნიშნავს მოვიტყუით იგი მე ესე იგი აღმოჩნდა რომ ვატყუებ როგორც საქართველოს, გერმანიას, საფრანგეთს, მთელ ევროპას, მთელმა მსოფლიომ, იმიტომ რომ მთელი გადაცემები მიეძღვნა ამას, მიეძღვნა სტატიები, გამოქვეყნდა საქართველოს არის კაცობრიობის უძველესი ოქრო. ნუ რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ესეთი დადანაშაულება ძალიან რთულია ხა ამის ამაში ისა. მე ყოველ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ამ კულტურის ძეგლს. მედიაკავშირი ობიექტივი დაგიდგება თქვენ რომ არ დაინგრეს ეს კულტურის ძეგლი. ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და მე ვფიქრობ რომ არც სტატუსი არ შეეცვლება, პირიქით ახალ ხელისუფლება სახელმწიფოებრივად მიუდგება და აბსოლუტურად საქართველოსთვის, მომავალი თაობისთვის, ქართული კულტურისთვის და მსოფლიოსთვის დადებითად გადაწყვეტს ამ საკითხს. მე კი გეტყვით რომ ჩემი სტუმარი იყო უკეთილშობილესი მეცნიერი ქალბატონი ირინა ღამბაშიძე, რომელმაც თავისი ცხოვრების ძალიან დიდი ენერგია და დიდი ნაწილი ამ მოღვაწეობას შეალია, ტრადიციული ოჯახიდან მოდის იგი. მე კი ვაჟა ოთარაშვილი გახდით, მედიაკავშირი ობიექტივის სტუდიაში 1 საათის განმავლობაში. ნახვამდის, კარგად ბრძანდება.